თუ გავწუხებთ შფოთვა, ბრაზი ან მსგავსი სახის ნეგატიური ემოციები, რომელსაც თქვენ ცხოვრებაში შესაძლებელია ყოველდღიური ხასიათი გქონდეს, ამ პრობლემის გადაჭრაში თქვენ ფასდაუდებელ წვლილს გაგიწევთ ეს წიგნი, რომელსაც ჰქვია აწყოს ძალა და მისი ავტორია ექარტ ტოლე. ექარტ ტოლე მიიჩნევს, რომ ადამიანის ტანჯვის გამოწვევის მიზეზი ძირითადად არის ჩვენი გონება, ანუ ყველა ის ნეგატიური ემოცია, რომელიც ჩვენ გვეუფლება, უბრალოდ გონების პროდუქტია და მეტი არაფერი. ანუ აქ შეიძლება დაისვა შეკითხვა, რომ ჩვენ რაციონალური არსებები ვართ, გონიერი ადამიანები ვართ და როგორ შეიძლება ჩვენთვის დამაზიანებელი იყოს გონება, მაგრამ ავტორი გვეუბნება, რომ ჩვენ გონებას უნდა პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც ჩვენ გონებას ვიყენებთ არა როგორც ხელსაწყოს ან ინსტრუმენტს ჩვენს წინაშე დასახული ამოცანის გადასაჭრელად, არამედ მაშინ, როდესაც ჩვენ ვაიგივებთ საკუთარ თავს, ვაიდენტიფიცირებთ გონებასთან. ანუ ჩვენ ავტორის თქმით, გონებას უნდა მივუდგეთ ისე, როგორც ხელოსანი უდგება ხელსაწყოს, ხომ? როდესაც რაღაც მის წინაშე დასახულ ამოცანას გადაჭრის, ხელოსანი გადადებს ხელსაწყოს გვერდზე. აი ესე ანალოგიურად უნდა მოვიქცეთ ჩვენს და ჩვენს წინაშე დასახული ამოცანის გადაჭრის შემდეგ უბრალოდ გვერდზე უნდა გადავდოთ გონება და ავტორი გვიზიარებს იმ ტექნიკებს და მეთოდებს, რომლითაც შესაძლებელია ჩვენში შემოსული ნეგატიური ემოციების დაძლევა. აი მაგალითად როგორიც არის ბრაზი, რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენში არის ბრაზის ემოცია, ხო? ამ დროს ჩვენ არ უნდა შევიდეთ არანაირ შეფასება და განსჯაში და არ დავიწყოთ ანალიზი იმისა, თუ რა სახის ემოცია გვაქვს ჩვენ იმ მომენტში დაუფლებული, არამედ უბრალოდ უნდა გავხდეთ დამკვირვებელი და თანადამსწრე იმ პროცესისა, რომელიც ჩვენში მიმდინარეობს და ეს არის ცნობიერების მაღალ საფეხურზე, შედარებით მაღალ საფეხურზე ასვლა და მეორე რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ეს არის არა მხოლოდ ვიქცეთ დამკვირვებლად იმ ემოციისა, რომელიც ჩვენში მიმდინარეობს, არამედ დავაკვირდეთ დამკვირვებელს, რომელიც აკვირდება ჩვენს ემოციას ჩვენში და ეს არის უკვე ცნობიერების გაცილებით მაღალ საფეხურზე ასვლა და გაბრწყინებისკენ მიმავალი გზა არის, ხო? ავტორი ხაზს უსვამს ასევე ისეთ მნიშვნელობებს ჩვენს ცხოვრებაში, როგორც არის მაგალითად დანებება. სიტყვა დანებება შეიძლება ბევრი ადამიანის აღქმაში ასოცირდებოდეს და კონდეს რაღაცა ნეგატიური კონოტაცია, რომ ეს შეიძლება ნიშნავდეს დანებებას, ან უმოქმედობას, ან აპათიურობას, მაგრამ ავტორი ამას ასე სულაც არ თვლის. ის გვეუბნება, რომ ადამიანი კი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ცხოვრებისეულ დინებას, არამედ უნდა დანებდეს მას, ხოლო ცხოვრების დინების შეგრძნება მხოლოდ აწყოში არის შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ აწყო უსიტყვოდ და უპირობოდ და სწორედ ეს არის დანებება და არა ის, რომ მაგალითად ჩვენ ჩავარდეთ ტალახში და ვიძახოთ რა კარგია და გავაგრძელოთ ცხოვრება. არა, ეს ნიშნავს სიტუაციის მიმართ დამორჩილებას და მისგან აბსოლუტურად განსხვავებული მნიშვნელობა აქვს სიტყვა დანებებას. დანებება უბრალოდ ნიშნავს ცხოვრებისეული მოცემულობების ისეთად მიღებას, როგორც ის სინამდვილეში არის, ხო? მოკლედ ავტორი ეხება უამრავ საცხოვრებისეულ საკითხს და ადამიანებს შორის წარმოქმნილ პრობლემებს თუ კონფლიქტებს და ყველაფრის სათავედ ბუნებრივია ის ასახელებს ჩვენს აწყოსთან კავშირის გაწყვეტას და უბრალოდ ჩაციკლას ან წარსულზე, ან კიდევ მომავალზე და მთელ ამ ტექსტს ლაიტმოტივად გასდევს უამრავი ბიბლიური ციტატები, მას მოყავს უამრავი ბიბლიური ციტატა თუ სხვადასხვა სულიერი ლიდერების გამონათქვამები და ასევე ერთ-ერთი პოეტის, ალბათ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პოეტის რუმის ფრაზა ლაიტმოტივადაც კი გასდევს ამ ტექსტს, რომ ჩვენი რომ მომავალი და წარსული, მომავალზე და წარსულზე ფიქრი ღმერთს მალავს ჩვენგან, ცეცხლს მიეცით ერთიც და მეორეც, როგორც ამბობს რუმი. ასე რომ ნურც წარსულზე იდარდებთ დიდად და ნურც მომავალზე ფიქრში ჩაიციკლებით ზედმეტად. უკეთეს მომენტს ნუ დაელოდებით, რადგან შესაძლებელია, რომ უკეთესი მომენტიც თქვენს ცხოვრებაში სწორედ ახლა იდგეს.